საღამო მშვიდობისა მეგობრებო. მე ხომ კარგი სიმღერების კი არა და რა ქვია მაგას ზღაპრების მოყოლა ვიცი ხოლმე. ხო და მინდა მოგიყვეთ ერთი ამბავი იხვზე. თუ ორიოდე წამი გექნებათ ჩემთვის დამითმეთ ეს ორიოდე წამი და ნამდვილად იცინებთ. ამბავი იხვზე არც თუ ისე შორეული ისტორიაა. მოდი ვნახოთ ვინ არის იხვი. ამით მინდა დავასრულო, რომ არ გადაგხალოთ იესო ქრისტეს სახელი, ებრაულად როგორ ჟღერს? იეშუა. იეშუა არის შემოკლებული ფორმა იეჰოშუას. იეჰოშუა ხ სადაც არის გარეული ებრაულში ყველაფერი ნიშნავს იაჰვეს, ანუ ღმერთს ნიშნავს. ხ სადაც ებრაელები ხო ღმერთის სახელს არ გამოთქვაოდნენ, ხო თანხმოვნებს წერდნენ და ის იჰ ბჰ წერდნენ. ხ ნიშნავდა ღმერთს, ანუ მარადიულ ღმერთს. იეჰოშუა მის სახელი ნიშნავს ხსნა იაჰვესგან არის. ხსნა მოდის ღმერთისგან. როცა მოვიდა ქრისტე, მას დაარქვეს სახელი იეჰოშუა. შემდეგ ეს ითარგმნა ბერძნულად, ქართულ გახდა იესო. მაგრამ იესო ხომ არ მეტყველებს არაფერზე ჩვენთვის. ხომ აი დიდგორივით ხომ არაფერს გეუბნება, იესო არ გეუბნება. მაგრამ ებრაელისთვის იეჰოშუა ნიშნავს ხსნა ღმერთისგან. თვითონ სახელი ელია ძალიან მნიშვნელოვანია. ეს სახელი შეიცავს ღმერთის სახელს ორჯერ იაჰვე. აი მეგობრებო, მე გიყვებოდით იხვის შესახებ, ხო და იხვიც გამოგვეცხადა. ამას თვით ჩვენი მართლმადიდებელი მღვდლები გვიქადაგებენ. ჩვენ ხომ ებრაულ ენაზე დავიწყებთ მალე საუბარს, ხო და ვისწავლოთ ებრაული მეგობრებო. ჩვენ მართლმადიდებლები ვართ. ჩვენი ეკლესია მართლმადიდებლებით არის სავსე და ჩვენი ეკლესია იესო ქრისტეს სახელში ვერაფერს ვერ ხედავს, მაგრამ იეჰოშუაში კი მხსნელს, ხო და იეჰოშუა თურმე ის იხვ ის იხვია მხსნელი ყოფილა. ხო და თქვენ რომ მომდგებოდით ხოლმე მე და მლანძღავდით რომ შენ ებრაელი ხარო, მე კი არა მეგობრებო, აი თურმე სად არიან ებრაელების შემწვრალი. დიახ მეგობრებო, იხვმადიდებელთა ერი მართლმადიდებლობის სახელით იეჰოშუა. იხვი. თავად ილია მეორემ უწმინდესმა და უნეტარესმა იგი ღმერთად აღიარა. მეგობრებო, ებრაულ ენაზე მალე ვისწავლით ბევრ რამეს. გილოცავთ მეგობრებო, გილოცავთ, ჩვენ მართლმადიდებლები ვართ. ჩვენი ეკლესია სავსეა მართლმადიდებელი მღვდლებით. დიახ, ისინი კარგად მეტყველებენ ქართულსაც და ებრაულსაც. გილოცავთ მეგობრებო, ქართული მალე მოდაში აღარ იქნება. ქართული მალე მოდიდან გადავა და მოდაში შემოვა ებრაული ენა მეგობრებო, გილოცავთ. თქვენ მართლმადიდებლები ხართ. თქვენი პატრიარქი მართლმადიდებელია. იგი მეტყველებს იეჰუაზე თუ იეჰოვუაზე, ხო, იხვზე, მოკლედ რომ ვთქვათ. მითხარით ახლა გეყოფა სიცილია, მითხარით. დავიწერეთ, რომ დამჭავირი ახლა. დავიწერეთ, რომ გეყოფა ახლა თამარ სიცილი. გეყოფა სიცილი. ეხლა დავიწერეთ, რომ ვერ მოაშვი. მეგობრებო, არ დამიწერთ და ნუ დამიწერთ. ეს არ არის სასაცილო თემა, მაგრამ მოდი ვიცინოთ. იხვები მალე ჩვენი მბრძანებლები გახდებიან და მხსნელები. მეგობრებო, იესო ხო არაფერს გეუბნებათ, ხო, არაფერს, მაგრამ ებრაელებისთვის იეჰოშუა არის მხსნელი თურმე ყოვლადშემძლე ღმერთს ნიშნავს, ხო და მოდი იესო კი არა და იეჰოშუა და იხვი ვუწოდოთ მასო. გესმით?
გესმით ხო სად ვართ? ეს მე არ ვარ მეგობრებო, ეს თქვენი მღვდლები არიან მაგას რო გიქადაგებენ. მე გიგადაგებთ რომ იესო არის ჭეშმარიტი ღმერთი, მაგრამ თქვენი მღვდლები მალე ინცესტში ხო ჩაგაყუდეს, მალე პედოფილიაშიც გადაგისვრიან. ხო, მე რა 15 წლის გოგოები შეგიძლია ცოლად მოიყვანო. თანაც 14 წლის ასაკში დაარსულო, ხო? მე რა იეხოშუამ ეს გააკეთა მარიამთან, ხო, იხლმა. მეგობრებო, რა ვიცი, მე არა, მე ებრაელი არა ვარ, არც იაჰოველი არა ვარ, არც რა ვიცი, მართლმადიდებელის მგონი აღარა ვარ, იმიტომ რომ აგერ ხედავ რომ მართლმადიდებელი იხმადიდებლები გახდნენ და მგონი მინდა რომ ქრისტიანი ვიყო, იესო ქრისტეს მიმდევარი, ხო და ამიტომ ნუ დამარქმევთ რამეს რა, მითხარით რომ თამარ გიყვარს იესო და მე გეტყვით კი და გეტყვით რომ ქართულად იესო ნიშნავს ინი სარიონიო, ani მეუბნება რაღაცას და იმ იხვის მადიდებელს თუ არაფერს ეუბნება, ეგ ჩემი პრობლემა ხომ არ არის, მეგობრებო, მე ქართველი ვარ და ის იხვის მადიდებელი არ არის ქართველი როგორც ჩანს, იმიტომ რომ ინი სანონი, ინი სარიონი არაფერს არ ეუბნება მას, მე კი რამეს მეუბნება. კი. ასე რომ გილოცოთ მეგობრებო, იხმადიდებლები გახდებით მალე. მე ნუ მომისმენთ, მოусმინეთ იხმადიდებლებს. ისინი ყველაფერს სიმართლეს გეტყვიან თქვენ. გეტყვიან რომ ბავშვებზე უნდა დაქორწინდეთ. გეტყვიან რომ თქვენს ნათესავებზე ერთი კაცის ნათლულებზე უნდა დაქორწინდეთ. დიახ, ისინი გეტყვიან რომ გამოცხადებაში ეს დაეშვა ილიასთვის, დაეშვა იხმადიდებლებისთვის, დაეშვა ყველა იმ ქართველისთვის, რომელიც ცხვრად იქცა, დაეშვა, რადგან ყველას ტვინი აქვს გათიშული. დიახ, იხვი გადაგვარჩენს. ხო მაგარი რეკლამა გავუკეთე, მაგარი. კატასტროფაა, მეგობრებო. კატასტროფული ესე მიდის, რაკეტასავით მიდის, ეს იხმადიდებლობა მართლმადიდებლურ ეკლესიებში. გამოფხიზლდით. თორე მალე ქრისტეს სისხლსა და ხორცის ნაცვლად იხვის ხორცსა და სისხლებს გაჭმევენ და მერე გეტყვიან რომ ამით ცხონდებით თქვენ და მადლობას მოგიხდიან ამბიონებიდან რომ მეორედ მოსვლა გადადეთ. რატომ ვჭამოთ იესოს სისხლი და ხორცი, იხვის სისხლი და ხორცი უფრო კარგია? არა? თუ არა, არ გიჭამიათ იხვის ხორცი. აბა კი, არ გიჭამიათ. კარგად.